შემგროვებელი და მკვლევარი ზაქარია ფალიაშვილს ქართული კულტურული რენესანსის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას უწოდებენ. წლების განმავლობაში მან 300-მდე ხალხური სიმღერა ჩაწერა, მუშაობდა საეკლესიო საგალობლების დამუშავება გამოცემაზე. დღეს არის 6 ოქტომბერი. ზაქარია ფალიაშვილი ამ დღეს 1933 წელს გარდაიცვალა. შუადღის სტუმარია დიდი კომპოზიტორის მემორიალური სახლ-მუზეუმის კურატორი თია მუქერია, რომელთან ერთადაც ჩვენ გავიხსენებთ დღეს ზაქარია ფალიაშვილს. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის. გავუტანეთია ჩვენ უკვე აღნიშნეთ წარდგენაში მე ვისაუბრე, თუმცა ზაქარია ფალიაშვილის ფენომენი. ჩემი აზრით და რასაკვირველია, ეს ჩემი აზრი მხოლოდ არ არის, მის შემოქმედებაში ქართული ხალხური მუსიკა პირველად შეახვედრა მან მსოფლიო კლასიკურ მუსიკებს და საუკეთესო ტრადიციების შერწყმა თითქოს. რა როლი აქვს მას ქართულ კულტურაში? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისათვის. დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღე არის, იმიტომ რომ ქართული მუსიკისთვის, ქართული კულტურისთვის და არა მხოლოდ ზოგადად საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის გარდაცვალების დღეა, იმიტომ რომ ზაქარია ფალიაშვილი კიდევ უფრო მეტი არის თავისი ღვაწლით, ვიდრე კომპოზიტორი. ამას ყოველთვის ხაზს უსვამ, იმიტომ რომ ის გახლდათ დიდი ეროვნული კაცი, რომელმაც მართლა საერო საქმეები ჩაიდინა, გააკეთა და რაც აღნიშნეთ ხალხურ მუსიკასთან დაკავშირებით 300-ზე მეტი სიმღერა ჩაიწერა ფონოგრაფით. მთლიანად საქართველოს შემოიარა, შემდეგ გამოცა კრებულებად, ასევე ქართული საგალობლები, რომლებიც 4 ხმაში გაშალა და ესეც გამოიცა როგორც ქართული ლიტურგია და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ზაქარია ფალიაშვილი გახლავთ ქართულ მუსიკაში, მან გააკეთა ევროპეიზაცია, ანუ ქართული მუსიკის და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არ გაუკეთებია კლასიკური ევროპული მუსიკიდან რაიმე ციტირებით, სუფთა ქართულ მოტივებზე, სულდა რომ მას ევროპული მუსიკაში რაღაც გაერთიანა ეს ყველა. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ბოლომდე ქართულ მუსიკას ქმნიდა, არასდროს არ ციტირებდა არც ევროპულისგან, არც რუსულისგან, მიუხედავად იმისა, რომ მან განათლება მოსკოვში მიიღო. სადაც მიდიოდა ქართულ სიმღერას ასწავლიდა, ყველას გუნდს ქმნიდა და აი ეს მასში თავიდან ბოლომდე ეს ქართული იყო გამჯდარი, ხალხურიდან დაწყებული კლასიკური ნიმუშებით დასრულებული. ქალბატონო თეა, რა თქმა უნდა, უდიდეს ადამიანზე ვსაუბრობთ, ადამიანზე, რომელიც შეიძლება საოპერო ხელოვნების ფუძემდებლადაც ჩავთვალოთ, კი არა, ჩავთვალოთ პირდაპირ მნიშვნელობით. ეროვნული ოპერისტია. ასევე ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. ეს ადამიანი საკმაოდ რთულ პირობებში ცხოვრობდა ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც ვიცით და აი ეს თქვენ რაც ბრძანეთ, რომ აი ქართულს ქმნიდა, იქმნებოდა ეს გენიალური ნაწარმოებები. აი რა არის ცნობილი, როგორ იქმნებოდა ეს ნაწარმოებები მაყურებელს რომ უთხრათ და გავახსენოთ თუ შეიძლება. ვინაიდან საოპერო ჟანრს შევეხეთ, ამიტომ მის ოპერებს შევეხები და სწორედ მასზე მოვყვები. იყო ძალიან მგრძნობიარე ადამიანი, საკმაოდ გულჩვილი და ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა, იმიტომ რომ ერთადერთი შვილი 11 წლის ასაკში ირაკლი გარდაიცვალა, რამაც ძალიან იმოქმედა მასზე და სწორედ იმ პერიოდში ის წერდა ოპერას აბესალომ და ეთერი. სხვათა შორის ირაკლი ყოველთვის თან ახლდა ზაქარიას გვერდში ეჭდა და ძალიან ხშირად მამას თავის შვილს, მიუხედავად მისი პატარა ასაკისა, იმდენად ნიჭიერი ყოფილა ირაკლი და არაერთ ენაზე საუბრობდა, მას ჰქონდა აბსოლუტური სმენა და მამა ძალიან ენდობოდა და ძალიან ხშირად უზიარებდა მას თავის მოსაზრებას და ფაქტიურად მამაშვილი ერთად მუშაობდნენ აბესალომ და ეთერზე და როდესაც ირაკლი გარდაიცვალა, ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია მისთვის და მიატოვა შემდეგ წერა აბესალომ და ეთერის წლების განმავლობაში არ წერდა, 1910 წელს დაიწყო და პრემიერა 1919 წელს შედგა, მაგრამ ისევ ირაკლიმ დააწყებინა, კი ბატონო, მისი მოსწავლე გიორგი მარჯანიშვილი გვიყვება თავის მოგონებებში, რომ ხშირად თავის მოსწავლებსაც უზიარებდა ხოლმე თავის რაღაც მოსაზრებას და ამბებსაც უყვებოდა ხოლმე და ძალიან ბევრი რამ მათგან შემოგრჩა და სწორედ ერთ-ერთი მოსწავლე გვიყვება, რომ უბრალოდ მოგონებებში წერს, რომ ირაკლი დასიზმრებია მას
და სთხოვა რომ დაესრულებინა ოპერაზე მუშაობა. სასწაულია რა ვიცი. და მართლაც რომ გაიღვიძა, გაანაგრძო უпростоრეთ მუშაობა ოპერაზე და დაამთავრა კიდეც და მიუძღვნა მას ეძღვნება ირაკლის მიუძღვნა. სხვა შორის ივანე ჯავახიშვილმა გადაგვირჩინა აბესალომ და ეთერის პარტიტურა ვერც გააგრძელებდა, იმიტომ რომ საშინელ დეპრესიაში იყო ზაქარია და უნდოდა პარტიტურის გადაგდება და იმ პერიოდში როცა ცუდად იყო ივანე ჯავახიშვილი ხშირად სტუმრობდა მას სახლში, საიდანაც ახლა მოვედი. და ერთ-ერთი იმაზე რომ ესე უნდა გადაეგდო, დამალა ივანემ, დაუმალა პარტიტურა და შემდეგ უკვე აი დრო რომ მოვიდა დააბრუნა და ჩვენ დღეს გვაქვს ეს მართლა. ალბათია, იმ სახლზე და კითხოთ სწორედ საიდანაც ახლა თქვენ მოხვედით, რომელიც თბილისში მდებარეობს, ბაქრაძის ქუჩაზე. რას ინახავს ის სახლი, რას ნახავს იქ მისული დამთვალიერებელი? ზაქარია თავის ოჯახთან ერთად და ძმებთან ერთად 1915 წლიდან ცხოვრობდა გარდაცვალებამდე ამ სახლში და ფაქტიურად მისი ცხოვრების შემოქმედების ყველაზე პროდუქტიული ნაწილი ცხოვრების ნაწილი იქ გაატარა. შესაბამისად ეს სახლი ძალიან ბევრ მოგონებებს ინახავს გარდა იმ უნიკალური ნივთების და ექსპონატებისა, რაც ჩვენ გვაქვს სამივე ოპერა აქ დაიწერა, ხო? სამივე ოპერა კი ბატონო, ну დაისი აბასთუმანში დაიწერა, მაგრამ ეს სახლი ინახავს მაინც ამაზე მოგონებებს. სამივე ოპერა ამ პერიოდში შეიქმნა და აქ გარდაიცვალა. სხვა შორის რომ შევდივარ ხოლმე ყოველთვის ვესალმები ზაქარიას, როდესაც ექსპოზიციას ვაღებ, იმიტომ რომ ისეთ განცდა მაქვს რომ მას ვსტუმრობ ყოველ დღე სახლ-მუზეუმებს, აი ეს ცოტათი მისტიკური ახასიათებს დიახ და დღეს რო შევედი ცოტათი ესეთი სევდიანი დღე არის დღეს, იმიტომ რომ იმ ოთახში რო შევედი, სადაც გარდაიცვალა, რაც განსაკუთრებული აურას უფევს თითქოს, ალბათ ჩვენი განწყობა და დამოკიდებულებაც მოქმედებს ამ ყველაფერზე. და აი ესეთი განწყობით წამოვედი დღეს აქ, ფაქტობრივად ზაქარიას შთაგონებით მოვედი აქ. ძალიან დიდი მადლობა. მე დარწმუნებული ვარ, გარდა იმისა, რომ ბიოგრაფია, რაც ინტერნეტ რესურსებში ხელმისაწვდომია, ბიოგრაფიის მიღმა იქნება საინტერესო და შედარებით ნაკლებად ცნობილი ისტორიები სახლ-მუზეუმში, რასაც გაეცნობიან, მათ შორის სკოლის მოსწავლეები, რომლებისთვისაც ჩემი აზრით ყოველთვის სახლ-მუზეუმები უფრო საინტერესო და უფრო მისტიკური არის. უღრმესი მადლობა, ჩვენი სტუმარი იყო კომპოზიტორის მემორიალური სახლ-მუზეუმის კურატორი თია მუქერია. მადლობა სტუმრობისთვის.